ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის 2023-27 წლების სამოქმედო გეგმა აქვს. როგორც მერის მოადგილე სპექტრთან განმარტავს, საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დასანერგად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შედეგად შესაძლებელი გახდება ძველი ნაგავსაყრელების ახალი თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლება. საზახვედელიძის განმარტებით ნარჩენების შეგროვების გატანისა და სეპარირების პროცესი ნორმის ფარგლებში განხორციელდება არა მარტო დასახლებულ პუნქტებში, არამედ ტურისტულ ზონებშიც. კანონი ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ მიღებული იქნა 2014 წლის 26 დეკემბერს, რომელიც ამოქმედა მოგვიანებით. აღნიშნული კანონის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დაევალა დაეკისრა ვალდებულება ზესტაფონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს შედგა საკრებულოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა. აღნიშნულ ხდომაზე მიღებული იქნა განკარგულება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესახებ 2023-2027 წლების განმავლობაში. აღნიშნული სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტული მიზნებია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და ასევე მისი სეპარირება. ასევე ტურისტულ ობიექტებზე მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების, მომსახურების გაუმჯობესება, არალეგალური ნაგავსაყრელების აღკვეთა და რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და რაც გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას ასევე. აღნიშნულ თემაზე გაიმართა შეხვედრები რამდენიმე დღის წინ რწმუნებულის ადმინისტრაციაში და მიმდინარეობს სამომავლოდ ტერიტორიის ადგილების მოძიება იმერეთის მხარეში, რათა შესაბამისად სტანდარტებით, სამოქმედო გეგმის სტანდარტებით მოხდეს აღნიშნული ნარჩენების გადამუშავება და შემდგომი განთავსება, რათა როგორც ზემოთ აღნიშნე, ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს. ახალი პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდება როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება. გამოწვევები კი, რომელიც ამ გზაზე გამოიკვეთება, კოორდინირებული მუშაობით დაიძლევა, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რომელიც იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმ, ქვემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა. ჩვენი მიზანი არის მოსახლეობას შევუქმნათ ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი გარემო. ამ მიმართულებით გვაქვს კომპლექსური სისტემა და ვმუშაობთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მყარი ნარჩენების მართვა ქვეყანაში. დღეს ამეზით მივყოფოდეთ იმერეთის რეგიონში, სადაც საკმაოდ რთული სიტუაციაა და მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონის ხელმძღვანელთან, პარლამენტარებთან ერთად მუშაობთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მოიძიოს ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნარჩენების განთავსების ობიექტი. და მე ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური მუშაობით, ყველა ჩართულებით, მოსახლეობასთან შეთანხმებით, საბოლოოდ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება ამის. რეგიონალური განვითარების სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული სხვა სამინისტროებთან მუშაობის პროცესში, რათა მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოხდეს ლოკაციების, რაც შეიძლება დროულად შერჩევა, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, მოსახლეობამდე ამის დროულად მიტანა და დროით გასვალისწინებულ ვადებში მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ჩვენი პარტნიორი სამინისტროების მიერ დაგეგმილი გეგმის შემუშავებას. ანალოგიური პროცესი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 10 თვეში სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 36 მილიონი ლარით გაიზარდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან კი 29 მილიონი ლარით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით 2025 წლის 10 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 365 მილიონ 824,285 ლარი შეადგინა. მაშინ როცა 2024
4 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 330.098.197 ლარი იყო. მონაცემების მიხედვით წელს იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში შესული 365.800.000 ლარიდან 303.658.000 ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის წინა წელს იგივე მუხლით ბიუჯეტში 279 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ამასთან გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით წელს იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 217.763.035 ლარი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი სახის ნარკოტიკული ნივთიერება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ორმოცდაათი წელია, რაც მუშაობ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელტეატრის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამ ხნის განმავლობაში სკოლაში ყველა საფეხური მაქვს გავლილი ორგანიზატორობიდან, სასწავლო ნაწილობიდან დაწყებული და დაბოლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც ვიყავი, რომელიც ჩემი კარიერა დასრულდა 2014 წელს. და კვლავ, რა თქმა უნდა, დიდი გულისხმიერებით შევუდექი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას. რა თქმა უნდა, მასწავლებლობა ეს ჯერ სიტყვა ისეთი კარგი მოსასმენია, ესეთი სასიამოვნოა გულს რომ მოხვდება. მაგრამ მე ასე მიმაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი ნამდვილად სული და გულით უნდა იყოს მასწავლებელი. თითოეულ მოსწავლის სულსა და გულში უნდა ჩაწვდეს. უნდა გაიგოს მისი შინაგანი ბუნება, მისი შინაგანი თვისებები. კარგი უჭირს რამე თუ დალხინებულია, რადგან ჩვენი ბავშვები, მოსწავლეები, მომავალი თაობა ეს მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი თაობა, რომელიც უნდა აღიზარდოს უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით, უდიდესი მოყვასისადმი დიდი სიყვარულის გრძნობით და რაც მთავარია, უნდა იზრუნონ, რომ შვიდობიან საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის. 50 წლის განმავლობაში, რაც მკტეთის საჯარო სკოლაში ვიშრომე მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე, დავიბრძოლე მათი სწავლა-განათლებისათვის, რომ მიეღოთ კარგი სწავლა-განათლება, ამისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და რესურს ცენტრმა გადმომცეს სიგელი სკოლაში წარმატებული მოღვაწეობისათვის და ასევე მომანჭეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. მაგრამ ყველაზე მეტად სასიხარულო გახდათ ჩემთვის განათლების სამინისტროს მიერ გადმოცემული სიგელი სკოლაში მოსწავლე ახალგაზრდობის სანიმუშო აღზრდისა და მათი სწავლა-განათლებისა. კიდევ მეტად სასიხარულო გახდათ, როდესაც განათლების სამინისტრომ 2025 წლის 27 ოქტომბერს მოახდინა დაჯილდოვება საქართველოში ღვაწლმოსილი 10 საუკეთესო პედაგოგისა, რაც შემდგომ წლებში, რა თქმა უნდა, ეს ტრადიციულად იქნება ყოველთვის და რაც კიდევ მეტ ძალასა და ენერგიას და ძალისხმევას მოგცემს თითოეულ მასწავლებლებს, რომ კიდევ მეტად ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავალი ცხოვრების წინსვლისათვის.